მე რაშიდ ფაზლულაჰი ვხვია. ავღანელი ვარ. ვაშა. კლანის ერთ-ერთი უფროსი ვარ. კარგად ვიცი, რომ ფული არ გაქვს. თუ გააქვს და ამ ამბავს ჩეტოსაგან მალავ, ძალიან მამაცი ყოფილიყარ. ფულს თუ მომცემ შენ გამოთავს გავწირავ ძმაო. რასაც მიბრძანებ იმას გავაკეთებ და ფულიც მექნება. ოჯახ ჯელასო. ოჯახ მომისმინე. ვიცი რომ ჭკვიანი ბიჭი ხარ. ამას წინათ მინდოდა რაღაც მეთხოვა. მაგრამ არ გთხოვე. იცი რატომ? იმიტომ რომ არც მომისმენდი. დასჯასაც და შეკეფასაც თავისი ზღვარი აქვს ჯელასო. თუნდაც ფერიდე გაიხსენე. ხომ იცი რას დაემართა? მეგობრულ რჩევას მოგცემ ჯელასო. უმწეო კაცის გვერდით ყოფნას არ გირჩევ. ასეთი ხალხი ძალიან გამაღიზიანებელია. მაგალითად შენ ძალიან ამაყი ხარ. ჯელასო, ნათესავებთან და ახლობლებთან კიდევ რამდენ ხანს იცხოვრებ? დამიჯერე მალე მათ თავს მოაბეზრებ. ზღვის სახლში ცხოვრებასა და მათი ახირებების ატანას როდემდე აპირებ? დიდხანს ვერ გაძლებ ასე. სახლის ასაშენებლად ფული გჭირდება. თანაც საკმაოდ ბევრი ფული ჯელასო. ვინ უნდა მოვკლა ძმაო? შენი ბიძები იცი სად არიან? ვინ? შვილო, ბატონი იამაჩი და ბატონი ჯუმალი შენი ბიძები არ არიან? გავიგე რომ გუშინ ჩემი ხალხი დახოცეთ, მაგრამ ერთ-ერთი გაგექცათ. გესმის ძმაო? თხოვე არ ესროლათო. ვესროლეთ, მაგრამ ის კაცი მაინც გაქცეულა. თქვენ ძმისშვილი მომიკალით. წესით ჩვენი ადათის თანახმად თქვენზე შური უნდა ვიძიო. კარგი ადათი ჰქონიათ, ძალიან მომწონს. ძმაო, იქნებ ცოტა ხანს მაინც გაჩუმდე. გისმენთ, რა სიტყვით? აშკარაა, რომ ჩვენთან საქმის გარჩევას არ აპირებთ. ჩემი ფული თქვენ გაქვთ. ის ფული უნდა დამიბრუნოთ. ბატონო რეშიდ ფაზლულა. ფული ჩვენ არ გვაქვს. გვეგონა რომ წამოვიღეთ, მაგრამ ჩანთაში ცარიელი ფურცლები აღმოჩნდა. თქვენი ფული რომ მქონდეს, დაგიბრუნებდით. თუ გინდა ფურცლებს დაგიბრუნებ. ესე იგი ფულს არ მომცემთ. რადგან არ გვაქვს, ვერ მოგცემთ. გასაგებია. გადაწყვეტილებას თუ შეცვლით, აია სოფიას მცირე ტაძარში ვიქნები. იცით სად არის? თუ მიგასწავლოთ. როგორმე მოვაკეთეთ. ფულსაც ვიშოვი და დაგიბრუნებთ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ძალიან კარგი. დავედით. ჯელასონ მომისმინე. გუშინ ის მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ ყველაფერს გავარკვევ. შენმა ბიძებმა გამაცოფეს. მათ სიტყვა მომცეს, დამპირდნენ, რომ ჩუქურიდან წავიდოდნენ. მითხრეს, რომ აღარაფერში ჩაერეოდნენ. რადგან დაგპირდნენ, შეასრულებენ კიდეც. მეც ამის იმედი მქონდა ჯელასონ, მაგრამ როცა ადამიანი გამოვალ მდგომარეობაშია, საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს. მანამდეც ის გააკეთეს, რაც არ უნდა გაეკეთებინათ. დამემუქრნენ. ჩეტოს დაემუქრნენ. წარმოგიდგენია? მაქსიმუმს დავპირდი. უთხარი რომ ყველაფერს დავივიწყებდი, მაგრამ ვერ ვივიწყებ. ვერ ვივიწყებ. ჩემი ხომ გესმის ჯელასო?
ხილად იყავი, დატენილია. მომისმინე, ჯელასო. შენი სიმამრის ხავახანა, ხომ იცი? წადი იქაურობა დაალაგე, იატაკი მორეცხე. მერე წყალი აადუღე, კარგი ჩაი დააყენე, ივაჭრე და ფული იშოვე. ეს საკმარისი იქნება? თუ არა და აქვე ახლოს ერთი სახლი გვაქვს. საკმარისი იქნება? დედა და ცოლი წაიყვანე და იქი ცხოვრე. საკმარისი იქნება, ჯელასო. თუ გინდა ორ ქალს გაგატან. ერთი დედა შენს მოულის, მეორე შენს ცოლს. არც ეს იქნება საკმარისი, ჯელასო. მაშინ მობრძანებ, შენზეც იზრუნონ. ჯელასო. ყველაფერი გასაგებია? Anladım. გასაგებია. მეგობრებო, ეს კაცი არც ისეთი უწყინარია, როგორც შორიდან ჩანს. ამიტომ სასწრაფოდ უნდა ვიშოვოთ ფული და დაუბრუნოთ. სულ ეს არის. ავად ხომ არ ხარ? ჩვენ შორის ყველაზე მამაცი იყავი. ახლა რისი შეგეშინდა, რა მოხდა? ის კაცი ვინ არის, საქსაიდან გაჩნდა? რას არ მოადგენს? კარგი, გეტყვი უფროსო ძმაო. ის ავღანელი ხომ მოკალი? გთხოვე არ გესროლა. შენ კი მაინც ესროლე. ეს კაცი ბიძამისია. საბჭოთა კავშირის დროს ხალხს ტანკების აფეთქებას ასწავლიდა. ამ საქმეში ძალიან კარგად ერკვევა. იმ იარაღის გამოყენებაც იცის, რომელიც თვალით არ გვინახავს. უამრავი ასეთი იარაღი აქვს. თუმცა მთავარი ეს არ არის. კარგი, დაუშვოთ ამ საქმეს მოვაგვარებთ. ის კაცი ყველაფერთან ერთად უზარმაზარი კლანის სათავეში დგას. იმის თქმა მინდა, რომ სანამ ჩვენ აქ ლოგიკურად ვმსჯელობთ, დარწმუნებული ვარ, ის ხალხი დედას გვიტირებს. ამასაც არ გვაკმარებს და ყველას სარზე დავსვამს. ეყოფა, ყველაფერი გასაგებია. ან გაჩვენდი ან წესირად ილაპარაკე. ღმერთო. არ იცი რომ ფული არ გვაქვს. ძმაო, იქნებ გვაქვს და არ ვიცი. არ გვაქვს და ეს შენც იცი. კიდევ ერთი პრობლემა დაგვემატა. ჩვენი ერია. როგორ მოვიქცეთ? სიცოცხლეს გამოგვასალმებს. უნდა დაგხოცოს. არ მგონია გასაგებად ვერ აგიხსენით. თუმცა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთია. ამ გზას ერთად დავადექით. ამიტომ შედეგსაც ერთად დაველოდებით. მეგობარო, მენემენი მოგვიტანე. არ ვჭამოთ? აუცილებლად. ჩართე? არა, ელოდები. რას უნდა ვუყუროთ? სიურპრიზია. არა. ოღონდეს არა. გამორთე და სხვა რამე ვნახოთ. არა. სენა. არა. ამის ყურება არ მინდა. იამაჩ. ადრე არასდროს მინახავს. მინდა რომ ნახო. სანახავი არაფერია. თუ გიყვარ ვარ, ნახოთ. კარგი რა. გამოსავალს არ მიტოვებ ხოლმე. მართლა გიყვარ ვარ? ძალიან. კარგი. ოღონდ დამპირდი რომ არ გაიცინებ. ქალბატონო სენა. ვერ დაგპირდები. რასისულელეს ვუყურებთ. დედა სულთანი არაჩვეულებრივად გამოიყურება. მამაც მშვენივრად გამოიყურება. შეხედე. ძვირფასო სტუმრებო, ამ ბიჭს წინ დაცვეთა უნდა გაუკეთონ. ფადიშახი გახდი? ჩემო პატარა. ფადიშახი ხარ? კარგი, გეყოფა. ძალიან გთხოვ, გამორთე. ხო, გონი საკმარისია. თან ვიდეოს იღებდი? დაუჯერებელია. მადლობა. მადლობა, მე უნდა გითხრა. ამას ვერ მოვიფიქრებ. დიდი მადლობა. სახლში გამოიგედნენ. თავი დაისამარეს. თითქოს ცხოვრება ეკრძალებათ.
O yüzden ამიტომ არ გეკონოს რომ kötü თავს olabileceğini დაგანებებ. düşünme. Gel. ინახულე. Bak tekrar söylüyorum. კიდევ kalbim ერთხელ orada გიმეორებ. işte. ძმაც Onun ne აიყვანე. düşündüğü umurumda არ değil. მაინტერესებს რას ფიქრობს. Oğullarının უნდა hayatta olduğunu იცოდნენ bilmeye რომ მათი hakları var. შვილები ცოცხლები არიან. En azından ამის diğer უფლება აქვთ. oğullarının da. Tekrar teşekkür კიდევ ერთხელ გმადლობ. სენა, საუბრობ. გმადლობ შვილო. დანარჩენს მე მივხედავ. წადი. ალბათ სხვა საქმეც გაქვს. Bir eve uğrayacağım. სახლში წავალ, oraya. მამა. Hırsız gibi. თურმე ქორდი შესულა. რას ამბობ? ეს როდის მოხდა? O bayağı რამდენიმე oldu დღის aslında წინ, ya. მაგრამ Kaç gün ჯერ ვერ oldu მივედი. gidemedim işte. Eve gideceğim. წავალ de იქაურობას korkacağım da მივალაგებ polise და haber პოლიციაში vereceğim de. შევატყობინებ. Bir ton iş ბევრი yapacağım. საქმე დამიგროვდა. Kızım emmi. შვილო, ემის ვეთყვი და წამოვყვებათურებ. ვინერვიულებ. Yok babacığım Mama, teşekkür mama, ederim. para Ben araysa polise ჭირო. haber vereceğim. Polisiye Onlar შევატყობინებ. güvende olacağım. საშიში არაფერია. Merak etme. არ ინერვიულო. ისემ. კარგი, შენ უკეთიცი შვილო. გადავაკ. წადი. Görüşürüz. ნახვამდის, მამა. Annem. დედა, Görüşürüz. ნახვამდის. ის მაინც იცი რომელ მუსიკაზეც ეკვა ვალიჩო. რა? რა და მუსიკაზე გეკითხები? არ ვიცი. რა პრობლემაა? სიყვარული მშვენიერია. სიყვარული მშვენიერია. ცეკვა გიხდება ალიჩო. იხდება. მენაგვეების ხელმწიფე. მე მენაგვეების ხელმწიფე არ ვარ, ალიჩო ვარ. კარგი, კარგი, ალიჩო ხარ ალიჩო. დამშვიდი ყურადღებას რომ მომაქცევ. Buyur abi. ისმენ ძმაო. Kemal gel. კემალ შემოდი. Ya კემალ, მინდა რაღაც გთხოვო. Söyle abi. გთხოვე ძმაო. მანქანაში ჩაჯექი და ახლავე ჩუქურში წადი. Sen Yıldız Hanım'ı... კალბატონ ილდის ხომ იცნობ? Yıldız bizim ჩვენს ილდის? Bizim Yıldız. რას ნიშნავს ჩვენს ილდის? Yıldız abi. კალბატონ ილდის. Yani tamam. კარგი ძმაო, გავიგე. Aldım. რა ვქნა, მანქანაში ჩავსვა და Ben getireyim. აქ მოვიყვანო? Sen çukurdan çık. ჩუქურიდან გაიყვანე. Ben seni arayacağım. მერე კი ჩემს ზარს დაელოდე, კარგი? Aliço Bey. ბატონო ალიჩო. Sizi de evinize მობრძანო რომ სახლში წაგიყვანოს. Yok Cuma. არა, ბატონო ჯუმალი. Ben başka სხვაგან bir მივდივარ. işim var. საქმე მაქვს. Peki. კარგი. Kemal. კემალ, Bunu da al. ეს გამომართვი Abine ver. და შენ ძმას მიეცი. O gözündeki... უცხარი სახვევი მოიხსნას და ეს გაიგეთოს. Bir de oğlum. მეგობარო, მითხარი. Çoluğunuz çocuğunuz... არც ოჯახები გყავთ, არც შვილი? ყავთ. Oğlum. მეგობარო, ოჯახი კაცისთვის ყველაფერია. Onların yanında... ინახულე, კარგი? Tamam abi. კარგი ძმაო. Aile... ოჯახი მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანი. Aliço. ალიჩო, biliyor musun? დალევ? არა. Ne yapıyorsun? რას აკეთებ? ბლავს, ხორცით და ტომატით. მედაც დაუძახე და მან გააკეთოს. ჯუმალი მითხრა რომ სახლში წავიდეთ. მართლა? ხო. კარგია. ჩემებზე ძალიან ნერვიულობ. გამომართვი. რას აკეთებ? შენ რა დამცინი? Ya ben sadece... უბრალოდ მოგიდანე. ჯუმალიმ შენთვის გააკეთა. ჯუმალიმ? ჩემთვის გააკეთა? ხო. მაშინ გავიკეთებ. მადლობის მეტი რა მეთქმის. როგორია? Konuşursun. რომ გითხრა ნამდვილად მომკლავ. როგორც წესი აქ ვარდის წყალს, ზოგჯერ კი ვარდის ფურცლებს ვამატებ. რატომ? რომ სასიამოვნო სურნელი დადგეს. თანაც ვარდი ყველას უყვარს. მართლა? რა თქმა უნდა. შეუძლებელია ვინმეს არ უყვარდეს. პირადად მე თეთრი ვარდები მიყვარს. თქვენ არა? არ შემოხვიდე. ერსოი. ჩეტო. ეს მნიშვნელოვანია. გისმენ? გავალ გარეთ დავეცდი.
ბატონი რაჰმანიერ, მომეცი. Satkar dzmao. Satkar? არა, მადლობ. ალბათ საუბარს მალე დაამთავრებს. დიახ, ტელეფონით. კარგი დავლებ. არა, ძვირფასო დიდი მადლობა. ჩაის მე თვითონ დავისხამ. ბოლოს და ბოლოს აკაურობა ჩემთვის უცხო არ არის. რა კარგი სურნელია. არ ვიცი ეს თარხანა ვინ მოამზადა, მაგრამ გემრიელი უნდა იყოს. ნიორიც დაუმატებია. სხვათა შორის ბევრმა არ იცის, რომ ნიორი ჭირდება. ასე მხოლოდ საადეთი ამზადებდა. ამას აქ დავტოვებ. პირს კანზე სისხლი აქვს შემხმარე, ამიტომ დავასველე. Კარგი. კარგი მოვალ. კარგი. თავიდან რო გეთქვა რომ ასე მოგენატრე. რამე ხომ არ წამოგიღო? ფაღლავა? ფაღლავა მოუნდა. კარგი ძმაო. კარგი. გასაგებია. ბიჭებს უთხარი მანქანა გამოიყვანონ. გემრიელი ფაღლავაც იყიდე. ჩემს გერმანელ ძმასთან მივდივარ. რამდენი კაცი წამოვიდეს? ორი საკმარისი იქნებაერსოი. ერთთან ხომ არ მივდივარ. რაჰმანი მელოდება. მაქსონი როცა გაიღვიძებს უთხარი ისიც მოვიდეს. რაჰმანი ძალიან უყვარს. ძად იმ გოგოს დაუძახე. თავის საქმე დაასრულოს. კარგი. ეს ხალი აქ რას აკეთებს? ბიჭწვრიანი მოუმზადე და ვაჭამე. სანამ უფლებას არ მოგცემენ ოთახიდან არ გამოხვალ. კი, მაგრამ რა ხდება აქ? ჩემგან ნებართვა უნდა აგიღო. რამე თუ დასჭირდება მითხარი. ჩემი ნებართვის გარეშე აღარ გამოუშვა. გასაგებია? ერთმანეთი რომ დაინახათ? იმ ხალის ჩაკეტვას მოგვიწევდა. მინდა რომ სარტაფი ხალებით ავავსოთ? ბატონმა ჩეტომ ოთახიდან გამოსვლის უფლება მომცა. ხო მომცა? კიდევ დიდხანს მოუნდები? არა, თუ გინდა ჩემი ძლია ახლავე დავამთავრო. არა. ნახევარ საათში დაამთავრებ?
ნახევარ საათში ფეხების მოწესრიგებასაც მოვასწრე. ფეხების? რა თქმა უნდა, ფეხებსაც ჭირდება მოწესრიგება. სიმართლე გითხრათ, გაგიმართლათ. იმას გულისხმობ, რომ მამაკაცი ხართ. ამ ყველაფერს სალონშიც გააკეთებ? არა, ყველაფერს როგორ მოვასწრებ? ვარცხნილობის, მაკიაჟის, პედიკურის და მანიკურის გაკეთებას მარტო ვერ შევძლებ. ალბათ დამხმარესავ ვიყავ. ქარაჯა? ეს საქმე არის ის? თმის შეჭრა ვასწავლე, მაგრამ ეს საქმე არ მოეწონა, მე არ მგავს. Çok sevmedi, o benim gibi değil. მაშინ, ნუ აიძულებ რომ გააკეთოს. ადამიანმა ყველა საქმე სიყვარულით უნდა აკეთოს. მართალი ხართ. თანაც ახლა პრობლემები გვაქვს. ამიტომ არაფრის კეთებას არ ვაიძულებ. რა პრობლემები გაქვთ? რა და ბიძაშვილი ყავს. აქშინი. ერთად გაიზარდნენ. სახლი დაეწვათ. ვიცი? ჯელასუნმა მითხრა. ახლა თურმე ნათესავებთან, ესე იგი, თქვენთან ცხოვრობენ, რა? რამე ახალი უთქვია, აიშე კოჩოვალი. მე ილმაზი ვარ. კოჩოვალი. რადგან მისი დედაც და ცოლიც თქვენთან ცხოვრობენ, კოჩოვალი ხარ. როგორ ჩანს ეს ადგილები ჯერ არ დაგვიწყებია? ახალი არაფერი გითქვამთ. რომ დაგპატიჟოთ, გვესტუმრებით? არა. Ben de öyle tahmin etmiştim. ასეც ვიფიქრე. მაგრამ გვირდები, ყვავილებს აუცილებლად გამოგიგზავნი. თეთრ ვარდებს. ერთმანეთი რომ დაინახათ, იმ ქალის ჩაკეტვას მოგვიწევდა. მინდა რომ სარდაფი ქალებით ავავსოთ? აღარ გამოუშვა. Kimden bahsediyor ki bu? მეტა ვის გულისხმობდა? Bile bilsem. კარგი იქნებოდა ვიცოდე. Kesin ნამდვილად ჩემი ნაცნობია. Melih Hanım, Kalbatono Meliha. özür dilerim. Bodis gixdit. Ვერ Ben გინახულით. size ziyarete gelemedim. Sen de mi benim? არც შენ დამელაპარაკები, ალიჩო. Melih Hanım, Kalbatoni Meliha სად არის? Melih Hanım emin. Kalbatoni Meliha სახლში დაბრუნდა. sen onu tanıyor musun? მას იცნობ? ო, Seni შენი sayende- წყალობით. Anlamadım. ვერ მივხვდი.
მისგან ის კრიალოსანის მძივი რომ ყოფილიყავი, შენ გვერდით ვიქნება. ალიჩო, ეს ფოტოს ადიპოვე. იქ, Söyle oğlum yabancı. მითხარი. აქ მხოლოდ ჩვენ ვართ, ნუ გეშინია, არავის ვეტყვი. კალბატონი ჰალეს სახლში. იქ სხვა რამეც იპოვე? რვეულები, წერილები, ჩანაწერები. რა ჩანაწერები? კალბატონი ჰალეს ხმა. Senin annen... შენი მშობლები სად არიან, ალიჩო? Bilmiyorum. არ ვიცი. Sevdiler mi? მშობლებს უყვარდი? Öldürme ya. ღმერთმა გადამარჩინა. O kadar იმდენი çok ცოდვა günah ჩავიდინე. boynunda. Bir tanesine daha კიდევ ერთი ცოდვის ჩადენის უფლება არ მომცა. kendi canını alamayacaksın. მითხრა თავს არ მოგაკვლევინებ, ბატონო სელიმ. Ben alacağım. სიცოცხლეს მე წაგართმევ. Zamanı ამის დროს მოვაო. Madem buradayız. რადგან აქ ვარ, Madem რადგან ტყვეობაში ვიმყოფები. neden gelmişim? იქნებ ის მაინც გავიგო. Onu öğreneceğim. რატომ გავჩნდი ამ ქვეყნად? Çünkü ვიცი რომ დიდი სიყვარულის ნაყოფი არ olma, ვარ. sevgiden olma filan değiliz nihayetinde. Meydan. მისგან ის, Meydan. მისგან ის. Bu iyi. ი İdris. იდრის ნიშნავს. Orası kesin. ნამდვილად ასეა. De. Meyki. მაგრამ м ვინ არის? კალბატონი მელია. Melihan. მართალი ხარ, კალბატონი მელია. ხო, Ben de papa. როცა აქ პირველად მოვედი, Geldiğimde მეც გვირილები მოვიტანე. yazdı. ზაფხული იყო. Çok konuştu. ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ. Çok anlattı. Çok დიდხანს და მოთმინებით მისმენდა. Babana git dedi. ბოლოს მითხრა მამასთან წადიო. Ben de gittim. დავუჯერე და წავედი. Amca. ბიძიასთან? Amca iyi. ბიძია კარგად არის? Gidelim mi? გინდა ნახო? Beni göreceksin. ჩემი დანახვა არ გაუხარდა, Seni gördüm. მაგრამ შენი დანახვა გაუხარდება. Götüreyim წაგიყვანო? იამაჩმა მითხრა. Birlikte მითხრა ერთად წავიდეთო. seni. O nasıl? როგორ არის? İyileşti değil mi? გამოჯანმრთელდა? Tamam sen. კარგი, თუ გინდა მასთან Başka ერთად zaman წადი. gidersin. Tamam tamam. კარგი, კარგი. Gidelim. ახლავე წავიდეთ. ბიძია ძალიან მომენატრა. Ben amcayı çok özledim. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.